2014-წელს რაც ჩამოათრიეს, ხო? ციხეს გადავხედე ახ სისხლის სამართლის კოდექსს, რა მუხლებიც მე მაინტერესებს. 236 მუხლი უკანონო ცეცხლსასროლი არ არის, 3 წლამდე იყო სააკაშვილის დროინდელ კანონში. ერთი მაგ მუხლი მომეწონა სააკაშვილის დროინდელი. იგიც არ ივდარიეს სროკები გაზარდეს, ვიღაცამ ვიღაცას ესროლა და უკანონო ცეცხლსასროლი არ აღზეს სროკები გაზარდეს. სანადირო ცეცხლსასროლი არ აღზეს წვდომა შეზღუდვეს. ცივი არაღზე კანონი მიიღეს. ცივი არაღის ტარებაც სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი გახადეს. რეჟიმისკენ მივიდვარ მარტო აქედან ჩანს, короче. ვინ შეგისწრის შენ 378 ორ მუხლს საპატიმრო დაწესებულებებში აგზავნილი ნივთები და ნივთიერებები იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. 2005 წელს აქვს მიღებული 4 ივნის სააკაშვილის დროს. 18 წლის წინანდელი მუხლია იგი და 18 წლის ზონიდან გაქცევისთვის ძებნაში მყოფი ტიპი ვასაჩივრებ, ამას არ მომწონს ეს მუხლი. მე მაწუხებს, სხვას თუ არავის აწუხებს. ვინ შეგისწრის ამ მუხლს? უკანონო ცეცხლსასროლი არ აღზეს სროკები გაზარდეს და სანადირო თოფსაც აღარ გაკარებენ. სანადირო ცეცხლსასროლი არ არის, მარტო თავდასხმის იარაღი კი არა. თავდაცვისთვისაც გჭირდება ტყეში დანები შეგიძლია თუ ატაროთ რო იძახიან. დანისტარება თუ დართეს ნება ტყეში, ხო, ესე გჭირდება დანა ტყეში, ხო, ისე გჭირდება სანადირო თოფიც. ნადირისგან თავის დასაცავად ბოლო-ბოლო. კონსტიტუციით ხო შემიძლია გადაადგილების უფლება, ხომ აქვს კაცო. ესე იგი თავდაცვის უფლებაც მაქვს და სიცოცხლის უფლებაც მაქვს, ხო? ეგ სვანეთში რაფერი იყო იგი? 3 დღე ხალხს ვეძებდნენ ვერტალიოტებით და თუ შემოუარეთო. და მეტანი შორიდან შემოუვლიათ, короче. 3 დღე ეძებდნენ ხალხს, ტყეში რა გინდა უთოფოთ, короче. ნადირისგან თავი არ გინდა რომ დაიცვა რამეთი კაცო. წევიდა იგი ხალხს 3 დღე ეძებდნენ ვერტალიოტებით. ფაქტია ზმნა. ცივი არაღზე ზოგად საგანმანათლებლო ცივი არაღზე კანონი საერთოდ არ მძაბავს რა. მანქანაში მიყრია ცივი არაღი, რაც ადგინა რო ატარო ახ დაანა, короче. სულ მანქანებში მიყრია 2 და 3. მაგრამ ცივი არაღს რო გძალო, რა პონჩი გძალო. ცივი არაღის შეიძლება მე თავდაც პირველ რიგში ხო გაქვს ადამიანს სიცოცხლის უფლება გაქვს და ვიღაცა თავდასხმელისგან და გიჟისგან თავდაცვისთვის მჭირდება, შეიძლება ის დანა მე. ის რო ჩაწერეს რომ ერთი თვე რო წვალობდნენ პარლამენტში ჩოხკაზე ცივი არაღის ტარება თითლება ხანჯალი თუ არ ითვლებაო, ამაზე რო ფიქრობდნენ. თავდაცვისთვის შეიძლება გჭირდებოდეს დანა ვიღაც შეიძლება თავს გესხმის, короче. ვისაც დანა კაცის მოსაკლავად და დასაჭრელად უდვია ჯიბეში, ხო? მაგისთვის შენ 500 ლარიანი ჯარიმა არის ყლეზე ბანტი, короче. აგერა კაცი რომელიც კანონმორჩილი მოქალაქეა, ხო? იგი ზარალდება. იმას არა აქვს და თავს ვერ იცავს, всё. აგერ ბიჭი დაჭრეს, ეგერ ბიჭი დაჭრეს, ეგერ ბიჭი დაჭრეს. იმ ხალხს თავდაცვის უფლებას რატო ართ? დანას პალუბუნ ვისაც დანა დასარტყმელად უნდა, ხო? იმის 500 ლარიანი ჯარი რა 5 წლიან და 15 წლიან სროკზე მიდის, კაცი, короче. სულ ფეხებზე არ გიდია ხე იმის შენ ჯარიმა. ასე არეულდარეული აქვს ყველაფერი, კაცო. ცეცხლსასროლი არაღზე კანონები დაამძიმეს, ცივი არაღი აკრძალეს, ვინ შეგისწრის 378 რეჟიმში ვარ, კაცო, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვარ, ხო ხანდახან ვიძახი. 378 ორი მუხლი 2005 წელს აქვს მიღებული, არა 7 წელს აქვს მიღებული სააკაშვილის დროს. საპატიმრო ადგილებში აკრძალული ნივთები და ნივთიერებები იჯება სისხლის სამართლის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით. ციხეში გასაგები მიზნებისგან ყველაფერი აკრძალული, ეგ რომ მოხდები, კაც ყვავილებით კი არ შეგხვდები იმას. ყველაფერი აკრძალული, ეგ ყველაფერზე სროკი არ მოსულა თქო, ვიძახი 2016 წლიდან. სულ ფეხებზე არ კიდია სახე ბოჭორიშვილი რო იძახი, გირჩ მივწერე 16-ში. სახალხო დამცვეს მივწერე 2023-ში. არცეც არ უთქვია სხვათა შორის რომ შენ სიგიჟეებს ლაპარაკობ რაღაცას, გირჩმა მომწე პარლამენტში იყო გირჩი და გირჩი მე თავისუფლება 36. ვისთვის უნდა მიმეწერა? ეს მუხლი ამოსაღებია, მიხედეთ ამას რა იქნება თქო.
საცალია მე მაგის მუხლების სარბენად და იმათ 23 წელიწადი ამ ქვეყანაში არ ყოფილი ვარ და შეამწყურია ჩემი საქმე მაქვს 1000 კაროჩი. მაგენ პარლამენტში მაგისტვის იღებენ ხელფასებს, მაგენის პირდაპირ მოვალეობა, მაგენ უნდა გააკეთოს, უნდა გააკეთოს მაგენ. სახალხო დამცველმა და პარლამენტის წევრებმა ვინ უნდა გააკეთოს, კარო. მივწერე გიჟს. კი ბატონო მივაქცოთ ვეცდებით ამასაც მივაქცოთ, რომ ის კი არ ვთქვათ გიჟი ხარ ბაკურია ბოჭორიშვილო. მივწერე მე სახალხო დამცველს, იმგენმაც რაღაცა სტრატეგიული დეპარტამენტი გვაქვს, რაც სამართალწარმოების რომ იქ გადავეცით. იმგესაც არ ვთქვათ სისულელეებს ლაპარაკ, ყველა მითის რომ ეს მუხლი ამოსაღები, არავის არ უნდა მუხლის ამოგება გავა. ადრე იყო ასე. იმაზე რაზეც სისხლის სამართლის კოდექსით ვერ გასამართლებდნენ, ხო, იყო რეჟიმის დარღვევა, მაგალითად დალევაზეს როკი, კარძეს როკი და ტელეფონზეს როკი, ან შაქარზეს როკი, ან საფუარზეს როკი არ იყო კაროჩი. ის აკრძალული რო არის ზონაში, ხო? იმაზე იყო კრიტიკური იზოლატორი, კაროჩი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევა იყო მაგი. ზონის რეჟიმის დარღვევა იყო, სისხლის სამართლის პასუხისგებას არ ითვალისწინებდა, იმიტომ რომ სისხლის სამართლის კოდექსში არ წერია მაგ ყველასთვის კი არა, ხო? მარტო პატიმარს გადლება სისხლის სამართლის პასუხისგებაში ამ ნაკრძალულ ნივთიერებებზე. ესე იგი გამოდის პატიმრებს ცალკე სისხლის სამართლის კოდექსში გაკეთებული დისკრიმინაციული მუხლია თქვა ვიძახი 2016 წლიდან გაროჩი. ცალკე სისხლის სამართლის კოდექსში პატიმრებისთვის არ მოსულა ხალხო გაროჩი. მედი რა ვქნა ხომ ეს ტრეპტის ვერ ვიცებ ხარ ყველგან კემივწერე და ვიდეოსაც ჩავწერ რა შევინახე ჩემთვის სამახსოვროდ მაინც მექნება. ადრე არ გაძლევდნენ სროგს კაროჩი აკრძალულ ნივთებზე და ნივთიერებებზე რაც ციხეში იყო აკრძალული თუ საერთო სისხლის სამართლის კოდექსით არ იყო იგი აკრძალული. ზუსტად ახ შეიძლება მაგი უდოზია რას დროს მიფიქრია, მაგრამ მაგისთვის იყო ზუსტად მაგ უდოს სისტემა მოგონილი. რო დაგიჭირდნენ სახელმწიფო გეუბნებოდა რომ ებიჯ შენ მაქანე რეჟიმი არ დამირღვიო, არ დალიო, კარტი არ ითამაშო, არაფერი გამიფუჭო და მე შენ აი 2-13-ში, 1-13-ში გაგიშობ კაროჩი გარეთ დროზე ადრე. სახელმწიფო გეხვერწებოდა ებიჯ მეიქეთ წესიერ და გიშობ ადრეო კაროჩი. ახლა სახელმწიფო პატიმარს გებლატავებად წარმოგიდგენია, შენ თუ მაქან რეჟიმს დამირღვე, მე მთელი ცხოვრება ციხიდან არ გამოგიშობ თუ რეჟიმს დამირღვე. ამდენი მიდგომა, ანუ რეპრესიული მიდგომაა თვითონ კაროჩი. ეს 238 მუხლი რეპრესიულია პირდაპირ მნიშვნელობით კაროჩი. სახელმწიფო პატიმარს გებლატავებ წარმოგიდგენიათ. საგიჟეშო რას მიიღებენ ეგენ კაის კაროჩი. რაც კაი გონია იგინიც გააფუჭეს არივდარი ეს ხო გეუნდა ცივი არაღზე წესასრული არაღ ყველაფერი გაამკაცრეს კაროჩი. ამის ამოღება არ უნდათ. სამაგიეროდ ყვირიან სააკაშვილის რეჟიმი იყო, თუ შენ აღიარებ, რომ ეს რეჟიმი იყო, ხო? რეჟიმი ასახული იყო მარტო ცემატყებაში კი არა პატიმრების. კანონმდებლობაშიცაა მაგი ასახული და всё კეთილინებე და შეცვალე ეს კანონმდებლობა, ამეიღე ვაფშე მაგ მუხლი. სისხლის სამართლის პასუხისგებლობის საფუძვლები არის სისხლის სამართლის კოდექსი და ერთია ყველა საქართველოს მოქალაქისთვის. ცალკე სისხლის სამართლის კოდექსი არ მოსულა. ეს დანართი ნომერი 1 რო წევიკითხე 2017 დაწესებულების რაღაცა დეპარტამენტის დებულება იყო თუ რაც ხარ ამოვძებნე ინტერნეტში 2016-ში, ხო? იქ ცალკე სისხლის ამ ხელას პისოკია, კაროჩე. ყველაფერი აკრძალული, რაღაც საღებავები, კრასკებიო, დუხებიო, საფუარი, შაქარი, ტელეფონი, დალევა, სპირტიანი სასმელები, ყველაფერზე სროკი, ესე იგი რაც აკრძალულია, ამაზე არა ყველაფერზე სროკიო, კაროჩე. არ მოსულა მაგნაირი რაღაცა, კაცო, პატიმარი რაზე უნდა ისედაც დაჭერილი კაცი, რაფერ უნდა დაიჭირო ციხეში, დალევაზე, ან კარტზე, ან მობილურ ტელეფონზე. ჯოკერი რო დავშეთ 4 მაგაცმა, ხო, ჯგუფურად უკვე მეორე მუხლი გიდგება, 3 წლიდან გეწყება სროკი, 10 ჯერ ჯოკერი რო ითამაშო 30 წელი სროკი გაქვს. ვეძიე მე მაგ მუხლის საკონსტიტუციო სასამართლოში დაჟე ვეძიე, მე თქვი რამე პრეცედენტი რო არ არსებობს რამე კი აქვს იქნება მიღებული რამ პრეცედენტი გადაწყვეტილება ვიღაცას ექნება პალუბომ გასაჩივრებული ვფიქრობდი. ნახე ერთი პრეცედენტი ვიღაც ადვოკატებს ჰქონდათ გასაჩივრებული შემდეგი რაღაც შემდეგნაირად რა რომ ეს მუხლიო უფრო მძიმეაო ვიდრე რაღაც გარკვეულ მუხლებთან ჰქონდათ შედარებული რა რომ ამ მუხლებზე მეტი მძიმე მუხლი გამოდისო რა სასჯელის ზომით
და იქ საკონსტიტუციო საქმე ნამსჯელი მე რომ სახელმწიფოს პრეროგატივაო, რასაც უნდა იმ შროქს დანიშნავსო რა. თვითონ რასაც ჩატეს საჭირო ჩათვლის, მაგრამ საერთოდ რო არა კონსტიტუციურია და ცალკე სისხლის სამართლის კოდექსია, ხო? მაგაზე არავინ არ ლაპარაკობს, короче. შემიცვალეთ ეს მუხლი ამომიღთ მაწუხ მე მაწუხებს, короче. რეჟიმს თუ არ გუვდი, მე ვარ გუვდი 18 წელი ზონდენ გაქცევისთვის ვიძებნობოდი, короче. ჩემნაირ და ჩემზე მედგიჟებს უნდა აწუხებდეთ ეს მუხლი წესით, короче. 9 წელია გარეთვა ვერ მივიცალე ამისთვის. რაც ხა სტენდი ჩამიდგეს გუში და დაჩქარებული წესით მომიწევს, ამე თქვი არ მეჩქარება, მე მივხედავ ხან იმას მივწერ, ხან ამას მივწერ, короче. ახლა დაჩქარებული წესით მომიწევს ყველაფერს რაღაცის მოფიქრება. ამის გაზიარება მე რო ვიცი და ინტერნეტში მე რო ვაგდიო ინტერნეტიდან ბომჟი ვარ ვაფშე, короче, 18 წელი მეტი კერა ფილმი კეთებია. ამას ისე გავიზიარებ და ისე მოვნიშნავ ახალს, ხო? მიაქციეთ ვიღაცამ ყურადღება, ეს მუხლი არის დისკრიმინაცია პირდაპირ მნიშვნელობით პატიმრების. ცალკე სისხლის სამართლის კოდექსი. სადამ აქ ნაწილი ქვემოთ დაურთავ სილკებს. და всё, დანარჩენი წეიკითხეთ, რასაც მე სიტყვიერად გიხსნით, ასია ეგი, короче, არ შეიძლება ურო მიტყვით თავში თუ ასე იყო, არაფერი არ მეშლება, короче. გიჟი კი არა რო ვიძახი ამას. ის კომუნისტები თუ რაც იყო, ის ნორმალური მიღებული კანონები იყო. ეს დაამძიმეს და გაამკაცრეს, თვითონ არ მოსულა, მაგ ცალკე სისხლის სამართლის კოდექსი გამოდის ხალხო პატიმრებისთვის. საგიჟი აქვს დალაგებული აქ. მაგრამ ამ გიზგან კაის რას უნდა ელოდო, აი დანაზეც ეს სასულიერად ყველაფერი გაამკაცრეს. ჯარიმები ცალკე თემაა, ვაფშე მაგაზე შემიძლია ცალკე ჩავწერო ვიდეო, короче, რა ხდება, короче. თუ ვინმე მიაქცევს ამას ყურადღებას, კაია, короче. მე წერა კი არ მეზარება, მაგრამ აზრი აღარა აქვს ამის საგიჟეში ვარ, короче. კარგად მეყოლეთ.